პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ კვირას ისრაელის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 12 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინელები მიდიოდნენ დახმარების განაწილების პუნქტებამდე, რომლებსაც ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი მართავს. ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათ გაფრთხილების მიზნით გაისრულეს იმათ მიმართულებით, ვინც მათ ძალებს უახლოვდებოდა. 11 ადამიანის ცხედარი ქალაქ ხან-იუნისში ნასერის საავადმყოფოში გადაასვენეს. სწორედ აქ გაიმართა პანაშვიდიც. პალესტინელი თვითმხილველები ამბობენ, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის ჰუმანიტარული ფონდის მიერ მართული ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით მყოფ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი. ალავდა საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათთან მიასვენეს ერთი მამაკაცის ცხედარი. ასევე მიიყვანეს 29 დაჭრილი, რომლებსაც ცენტრალურ ღაზაში დახმარების განაწილების სხვა პუნქტთან ახლოს ესროლეს. ისრაელელმა სამხედროებმა ამ შემთხვევაშიც განაცხადეს, რომ დაახლოებით დილის 7 საათზე ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გაფრთხილების მიზნით გაისროლეს, რასაც მათი მტკიცებით მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხშირი იყო სროლები დახმარების ახალი პუნქტების მახლობლად, სადაც 20 თვიანი ომის შემდეგ ათასობით სასოწარკვეთილი პალესტინელი საკვების მისაღებად მიდის. ბოლო ინფორმაციით დახმარების ცენტრების გახსნიდან დღემდე 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კი გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის საავადმყოფოებში 108 პირის ცხედარი მიასვენეს. ისრაელი აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ღაზის მასშტაბით ათობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში.